Штрих-коды. მოგესალმებით, ეთერშია საზოგადოებრივი რადიო FM 102.4-ზე თქვენ უსმენთ და ინტერნეტის საშუალებით უყურებთ გადაცემას სახელწოდებით შტრიხ-კოდი, რომელიც თემატიკითა და პრობლემატიკით ყოველთვის ცდილობს ესადაგებოდეს დღევანდელობას, პასუხობდეს მაყურებელთა მოთხოვნებს, ამიტომ ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ შეგვეხმიანებით და გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს ტელეფონის ნომრებზე 240 91 92 240 92 92 და ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენი რადიოს საიტის მეშვეობით. მე შეგახსენებთ მის სამართაც. ეს გახლავთ რადიო 1.წერტილი. მე ჟურნალისტი თამარ დადიანიძე გახლავართ და დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ჩვენმა მსმენელმა შემოგთავაზა. მოდი მოусმინოთ მას და შემდეგ ჩვენ სტუმრებთან ერთად განვიხილოთ მომხმარებლის კონკრეტული შემთხვევა. გამარჯობათ. რამდენიმე დღის წინ მაღაზიაში შევიძინე ქართული წარმოების ლიმონადი. დალევიდან ცოტა ხანში ქავილი დამაწყებინა და არა და არ მაწუხებდა კაცო არასდროს ეს ალერგია, აც ისეთი რამე მიჭამია, რომ ეს ალერგია გამოიწვია. ას ლიმონადი რო არ დამილევია დიდი რაოდენობით კაცო. დავეჭვდი მიზეზებზე და გადავავოწმე ისევ ლიმონადი და ახლობით 100 წუთში იგივე სიმპტომები გამიშთა. ეტიკეტზე მითითებული ჰქონდა ამ ლიმონადის შემადგენლობა: წყალი, შაქარი, სტევია, ნახშირორჟანგი, შესაბამისი ნატურალური არომატიზატორი, ნატრიუმის ბენზოატი, საკვების აღებავი. შეიძლება თუ არა ამას ჩემი ალერგია გამოეწვია. ეჭვი მაქვს რომ წარმოებელს ბოლომდე არ უწერია ეტიკეტზე ყველაფერი და თუ ამას აკონტროლებს ვინმე, ან არსებობს იმის ტექნიკური საშუალება, მაინტერესებს ერთი ირღვევა თუ არა ჩემი უფლებები. კი ბატონო, ჩვენ ამ საკითხით მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მართლაც გულისყურით მოეკიდნენ ამ საკითხს და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბატონი კახასოხაძე პირადად დაინტერესდა ამ პრობლემით, მაგრამ ფაქტია, რომ ლაბორატორიები ბევრ პარამეტრზე პროდუქციას ვერ ამოწმებენ და ეს დიდი პრობლემა დღევანდელ რეალობაში. მე მინდა რომ აი ეს თემა განვაზოგადოთ, საკვებ დანემატებზე ვისაუბროთ და სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად მივცეთ რჩევები ჩვენს მსმენელებს. სტუდიაში ჩემთან ერთად იმყოფებიან ბატონი რამაზ გახოკიძე, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და მაკა ორმოცაძე, კვების მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, კვების სპეციალისტი. მოგესალმებით. გამარჯობათ. თქვენ ახლა მოისმინეთ ჩვენი მსმენელის მონათხრობი, ის როგორც მომხმარებელი ძალიან დაუცველად გრძნობს თავს, არ არის ბოლომდე ინფორმირებული, არ აქვს საკმარისი ინფორმაცია სწორი არჩევანის გასაკეთებლად და ფიქრობს, რომ რაღაც გარკვეული ინფორმაცია არ აქვს ბოლომდე მიწოდებული, ეჭვი აქვს, რომ ეტიკეტზე არ არის დატანებული ბოლომდე ის ინფორმაცია, რაც შიგთავსი ასახავს ამ გამაგრილებელი სასმელის. არ ვიცი ეს არის თუ არა მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, თუ შიგთავსის არს სწორად ასახავს ეტიკეტი, მაშინ არ არის დარღვევა, თუ ვერ ასახავს, მაშინ ეს დარღვევაა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც წეღან ზემოთ ვთქვი, ჩვენი ტექნიკური საშუალება ლაბორატორიების ძალიან შეზღუდულია და ამ პარამეტრებზე ვერ ამოწმებს, იმიტომ რომ მაშინ იზოტოპები უნდა გაიზომოს. განვაზოგადოთ მაშინ ეს თემა ბატონო რამას, აი რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში მოგესალმებით მოწვევისათვის და მადლობას გიხდით, რომ აი ასეთ აქტუალურ თემებს უთმობთ თქვენს ეთერს. რაც შეეხება მსმენელის წუხილს, ნამდვილად სამართლიანია. ის გამოხატავს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის სწორედ იმ პრეტენზიებს, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვესმის. რა თქმა უნდა, ადამიანი ამ ხრივ მე ვიტყოდი დაუცველია. ეს არის შელახვა მომხმარების უფლებებისა. იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რით იკვებება, რას ვამს, რას უნთქავს,
რითი იმოსება და ასე შემდეგ. ეკოლოგია არის სწორედ ის სფერო, სადაც საიდუმლო არ უნდა არსებობდეს. ეკოლოგია მარიცის გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრები არ უნდა იცოდეს. სამწუხაროდ საქართველოში ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მძიმე მდგომარეობა არის იმითაც რომ მოგეხსენებათ გარკვეული მიზეზების გამო ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაინგრა სწორედ ის მაკონტროლებელი ორგანოები. ეს იქნებოდა სურსათის შემოწმება, სამედიცინო, ასე ვთქვათ, აი ეს ანალიზის კონტროლის მეთოდები საერთოდ არ არსებობს. და ემატა ამას ის რომ 2012 წელს 8 მაისს გაუქმდა მომხმარებელთა შესახებ. რა თქმა უნდა, ესაც წარმოუდგენელი ფაქტი. ესაც წარმოუდგენელი, იმიტომ რომ დავიდა იქამდე დავიდა საქმე რომ თუ ადამიანი შევა რესტორანში თუ მოიწამლა ისე იგი მეორეჯერ არ შევა იქ და საოცარი მე არ მინდა ხო გვარების დასახელება ყველასთვის ცნობილია ეს საიდან მოდიოდა და ვინ ერივნა ამაში ვინც თავს ირქმევდა სპეციალისტად ირქმევდა ქვეყნის მეთაურება და ასე შემდეგ ხომ თუ დაიღუპა ინგლისელი ეკითხება ერთ-ერთ ჟურნალში აი ამ ქართველ ერთ-ერთ პოლიტიკოს თუ დაიღუპა კაცი მოკდა და საერთოდ გაკონტრდება ის რესტორანი თუ ფირმა. ეს ხომ აბსურდია რა. ეხლა ბოლო დროს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გამონათება ამ მხრივ და ეს ძალიან მისასალმებელია. მე დავიწყებ იმით, რომ ჯერტი სოფლის მეურნეობა ახალ კანონ პროექტზე მუშაობს პარლამენტი პირველი მოსმენით საბედნიეროდ მიიღეს ეს ახალი კანონი მომხმარებელთა შესახებ. ძალიან კარგი. ამას წინ უძღოდა სწორედ ის გენური ინჟინერიის პროდუქციაზე ეტიკეტირების საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ მხრივ არის ძალიან დიდი გამოფხიზლება. იქ არის შექმნილი რისკების შემსავლელი ასეთი ცენტრი, რომელსაც გალბატონი ქეთი დადიანი ხელმძღვანელობს. სხვათაშორის ეს ჩამოაყალიბება შესანიშნავ მამულიშვილმა მეცნიერმა მეწარმემ ბატონმა ზურაბ სკიტიშვილმა, რომელიც ეხლა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხელმძღვანელობს სურსათის უნებლობის განყოფილებას. და ამ მცირე დროის განმავლობაში მე ვარ თვითონ მონაწილე აი იმ დიდი საქმეებისა, რაც მისი მეთაურობით, სკიტიშვილის მეთაურობით გაკეთდა. ეს არის დაუშვათ იგივე გენური ინჟინერიის საკითხი, ეს არის ტრანსცხიმების, ასე ვთქვათ, აკრძალვის საკითხი, შემდეგ იყო პალმიზეთის პრობლემური საკითხი, ამას წინ უძღოდა კიდე დარიშხანის აი მოწამლა და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, ეს ყველაფერი მისი თანამშრომლების თუ კოოპერაციით სხვა ლაბორატორიებთან ერთად, მათ შორის უნივერსიტეტის ლაბორატორიებთან ერთად, იქნა დეტალურად შესწავლილი. ამ მხრივ ძალიან საიმედო მდგომარეობა და მე მინდა მადლობა გამოუცხადო ბატონ ზურაბ სკიტიშვილს აი ამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ არავითარი დირექტივები ზემოდან ისე ნაყოფიერად ამუშავოს როგორც თვითონ პირადი მაგალითი მეცნიერისა თუ ის ნამდვილად ის მეცნიერი არ არის ვინც თავს ირქმევს მეცნიერად თუ ის არის ნამდვილი მეცნიერი მოღვაწე მამულიშვილი ზრუნავს მომავალ გენერაციაზე და მისგან მოდის ეს იდეა რა თქმა უნდა აქაც კი მას ძალიან ბევრი წინააღმდეგობები ხვდება მაგრამ ეს ისეთი საკითხია რომ მთელი საზოგადოება რა თქმა უნდა მის გვერდით უნდა იყოს ბატონო აი ხა რაც შეეხება ჩვენს თემას ეხლა პასუხი რაც ძანა იმ ბატონმა ალერგიას რა თქმა უნდა, იქ მცირე დოზით მიიღო თუ დიდი დოზით ალერგენებზე ეს არ მუშაობს, შეიძლება უბრალოდ თქვენ ჩაისუნთქოთ, გახვიდეთ ან ერთი წვეთი თაფლი მიიღო თუ ალერგია გაქვთ იმ ნივთიერებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეს არ არის ბუნებრივი ნაერთები. ეს არის სინთეზური ნივთიერებები, რომელთა მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნია ორგანიზმში და განსაკუთრებით საშიშეს ბავშვებისათვის, რომელთაც არ აქვს არავითარი დაცვითი მექანიზმები. ესე იგი, რითაა ეს გამოწვეული? ესა გამოწვეული სწორედ იმ სინთეზური ნივთიერებების გამოყენებით, რასაც თქვენ საკვებ დანამატებს ეძახით. ეს არის დამატკბობელები, შაქრის შემცველები, ეს არის ფერის მიმცემების აღებავები, ეს არის ემულგატორები, ეს არის კონსერვანტები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ამათ არ იხმართ, ეს საკვები არ გამოვა. ვერ შეინახავთ მას, ვერ მიიღებს იმ კონსისტენციას და ასე შემდეგ. მაშინ რა ქნას მეწარმემ, ესე იგი დილემის წინაშე დგას, თუ ეს არ გამოიყენა, მაგრამ არის გზა, არის ბუნებრივი ნივთიერებები, თუ ამის შესახებ დრო გვექნება ჩვენ. შეგვიძლია აი რა, ის ალტერნატივა რითი უნდა შეიცვალოს, ხო? და განსაკუთრებით, აი როგორც ჩვენმა დაგვირება მაჩვენა და მრავალრიცხოვანი სტატიებიც მეუძღერით ამ საკითხს, ეს არის რაც მოუთმენელია დღესდღეობით, ესე საღებავების გამოყენება და დამატკბობელი ნივთიერებების გამოყენება. კერძოდ, საღებავებიდან იხმარება ტარტრაზინი, აზორუბინი და პატენტ ბლუ 5. ეს არის ის ნივთიერებები, რომლებიც
როდესაც იღებენ ქვანახშირის კუპრიდან სინთეზური წარმოშობის არის არავითარი მეტაბოლიტური ციკლი მათი გარდაქმნის და გაუნებლობის ორგანიზმს არ გააჩნია. ამიტომ არის ძალიან საშიში. ესე იგი ტარტრაზინი ეს არის ისეთი საღებავი, რომელიც ანიჭებს ყვითელ შეფერილობას. აზორუბინი წითელ მეწამულ შეფერილობას და პატენფაიბლუმ მწვანე შეფერილობას, აი ტარხუნის და სხვა მტერის. ეს თუ მომხმარებელმა არ იცის, ძალიან სავალალო მდგომარეობა. რას იწვევს? ეხლა ყველას აქვს თავისი ძალიან დიდი ვარყოფითი, მაგრამ ეკრეფსისთან გეტყვით. ესენი არიან კანცეროგენები, გიბოსწარმომქმნელები, არიან ძლიერი ალერგენები. იწვევენ ძალიან სწრაფ სექსუალურ მომწიფებას ახალგაზრდობაში, მოზრდილ მამაკაცებში იმპოტენციას იწვევენ აგრესიას. აი ეს არის ყველაზე საშინელი. როდესაც ეხლა გაურკვეველია, საიდან მოდის ამდენი აგრესია, რომელსაც ჩვენ ტელევიზიიდან ვიღებთ, არა, ზოგი ძახზევს რაღაც სოციალური ფონი ყველაზე დაბალია მათ შორის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი იღებს არასრულფასოვან საკვებს. დღეს დედამიწაზე 1 მილიარდი ადამიანი შილობს, განწირულია დასახულება. ამდენივე განიცდის არასრულფასოვან კვებას. ისინი განწირული არიან. ამიტომ მნიშვნელობა აქვს ჩვენ რითი ვიკვებები, თუ არა დაბალანსებული, თუ ორგანიზმს აკლია დაუშვათ საკვებს, აკლია ლითიუმი აკლია, აკლია სხვადასხვა მიკროელემენტები, რა თქმა უნდა ეს იწვევს აგრესიას. თუ აკლია ამინომჟავები, აკლია ვიტამინები იწვევს. ტრანსხმები იწვევს, ტრანსხმებია ძირითადად ის მარგარინები, რითაც ვიკვებებით ჩვენ, არა? ძირითადად. სმენელი გველოდება თუ შეიძლება მოგусმინოთ და შემდეგ პასუხი დიახ გისმენთ? აი ესეთი კითხვა დამებადა. ეხლა თქვენ საუბრობთ ლიმონადზე, მაგრამ იგივე პრეპარატი თერაპიები ხომ არ იხმარება ჩაიში? აი პაკეტი ჩაი რომ არის, ერთჯერადი ჩაი. გელები რომ არის ტორტისათვის. არის მარწყვის, მაყლის და რაღაცა და აი იმებში ხომ არ იხმარება. რა შეიძლება ჩაიში მე მგონი ეს არ იხმარება, იმიტომ ჩაის თვითონ ჩაისფერი უნდა კონდეს და კონდიტროში იხმარება. ხო და რა შეიძლება საკონდიტრო ტრანსფერებია, რა თქმა უნდა იხმარება. ეს იხმარება როგორც ალკოჰოლურ სასმელებში, ასევე საკვებში. ჩვენ ფერით ვერ განსაზღვროთ. ფერის ანალიზის გარეშე ვერ გავწოდოთ თუ რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში წარმოებული ლიმონათების უმრავლესობა იყენებენ აი ამ ტარტრაზინს, აზორუბინს და პატენტ 5 ბლუს. და ხშირ შემთხვევაში არ ხდება მათი იდენტიფიკაცია, წარწერა არ ხდება იმის შემდეგ, რაც გაიგეს. ეხლა რითი იმართლებენ თავს? ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში აკრძალულია ეს კანონით ამ ნივთიერებების გამოყენება. აკრძალულია. თავს იმართლებენ იმით, რომ აი საკანონმდებლო ბაზა არ აქვს. როცა თქვენ იცით, მაგრამ ნორმირებულია მისი გამოყენება უკიდურესად. ეხლა უნდა ველოდოთ ჩვენ პარლამენტს, როდის ნავა პარლამენტი მე-10 კლასის მოწაფის დონემდე უმრავლესობა თუ 90% ხო ვიცით და მე ის გაერკვევა ამ საქმეში როცა იცი და მათ შორის ბევრი არის ქიმიის დოქტორია სხვათა შორის ერთ-ერთი მწარმოებელი ლიდერი როცა ეს იცი ხო ეს წარმოუდგენელი ახლა ვიყო დამატებულები საქარინი მე დამჭირდა ძალიან დიდი ბრძოლა რომ საქარინის ამოგვეყო მაინც იხმარება ეს დიდი კანცეროგენი ციკლამატი კანცეროგენია საშინელი ამოღებულია აქაც ხმარობენ გავაგზავნებთ საუბარს იგივე ასპარტამზე და ასე შემდეგ უბრალოდ ორი მსმენელი ყავს ხაზზე. მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ. დიახ, მოგესალმებით და მივესალმები თქვენს უმას პატრონ რამაზ კახოგიძეს. მერტმა უმრავლეს ამისთან ადამიანები ჩვენ საქართველოს და აი რა შეეხება ვეთანხმებით პატრონ რამაზ და ყველაფერი არსებობს ბუნებაში ალტერნატივა და გამოიხსენონ კაცო ისინი და გადავიხდით ძვირს, ოღონ დალიოს ბავშვებმა სულთა და მიირთვათ ადამიანმა სულთა და ეს რა შეეხება ერთ კითხვას და მეორე კითხვა აი პატრონ რამაზ ზუსტად ვეთანხმებით რომ არსებობს ბუნებაში ალტერნატიული დამარგმობელი რაღაც სცენარი არის სამაჯერ აღემატება შაქრის გემოსულ რაღაცას ბატონი რამაზი უფრო კარგად განსაზღვრავს თხოვთ და ამის მოყანა შეიძლება თუ არა ამის ალტერნატივა მაგდოთ ეს სცენარი არის სტევია კიდე ყო სმენელი დიახ გისმენთ გამარჯობა უკაცრავად რომ მე ლიმონათი არ მაინტერესებს მაგრამ შეგიძლიათ ბატონ რამაზთან კვერცხის ვარგისიანობის ვადა ეხლა სულ ახახანა ალბათ ნახევარი საათის წინ ამოვიტანა კვერცხი ერთ მაღაზიაში დავიწუნეთ 13 რიცხვი ეწერა მარტი და მეორეგა რომ მივედი უიო ეხლა მივიღეთ ამ წუთშიო
და აღაც დამიხედია რიცხვზე და ამოვიტანა ეხლა და 10 მარტი აწერია. ქალბატონო, ჩვენ ამ კვერცხზე აუცილებლად გვექნება სხვა დროს საუბარი, ეხლა უბრალოდ საკვებ დანამატებზე ვსაუბრობ და შესაბამისად ამ დარგის სპეციალისტები ყავს მოწვეული. თუ შეიძლება დაუნცარი პასუხს. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, აქ არის შესანიშნავი ქალბატონი კვების ინსტიტუტიდან და ამის შესახებ ეს გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი შენახვის ვარ. ეხლა ბატონმა იკითხა, არ შეიძლება ისეთი ბუნებრივი ალტერნატიული დამატებები, რა თქმა უნდა, ეს არის სტევია, ასეთი უნიკალური მცენარეა, პარაგვაის მცენარე, რომელიც 80-იან წლებში შემოვიდა და ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მე ვარ ამის მოწმე, იმიტომ რომ ის პრეპარატი, რომელიც ჩვენ ლაბორატორიაში შეიქმნა, მაშინ თავიდანვე ჩაერთო მის გამრავლებაშისა ბიორაკი და მისი საშუალებით მოხდა 7-ჯერ 8-ჯერ გათიბვა ამ მცენარისა, ისე 2-3-ჯერ ითიბებოდა. და ეს როგორც ირკვევა და ცნობილია, ეს არის აბსოლუტურად უნებელი, მისი კალორიულობა არის 0 ტორი და აქვს სულთან გამოხატული მაინც აქვს ანტიკანცეროგენი, ანტიციროზული და ანტიდიაბეტური აქტიურობა აქვს გამოხატული აი ამ ნივთიერებებს. დიახ. დიახ, ბრძანეთ, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ანუ როლაპარაკობენ, ალო. ბრძანეთ, ეთერში ხართ. დიაბეტიანი ვარ და სახარიდი რო ახსენეთ. არ მივიღოთ დიაბეტიანებმა სახარიდი. სახარიდის მიღება არ შეიძლება, ქალბატონო, არ შეიძლება. ეხლაც გამოდის. ეხლა ეს ფირმები რას აკეთებენ? ნუტრასვიტი რაღაცებს აწერენ, ფუტკარს დაახატავენ. მე შეერთებული შტატებიდან ჩამოვიტანე ეს პრეპარატები, ისი აბნევენ ხალხს, რომ სხვა სახარინი ეს არის კანცეროგენული ნივთიერება, კიბოს წარმომქმნელი. ასპარტამი ეს არის ახლა ხანს დაადგინეს ფილადელფიის უნივერსიტეტში, ექიმებმა დაადგინეს, რომ ასპარტამი იწვევს ტვინის კიბოს. ის იშლება, წარმოქმნის მეთანოლს, მეთილისპირტის ჯერ აბრმავებს, შემდეგ მეთილისპირტიდან წარმოიქმნება ჭიანჭველის ალდეჰიდი, რომელიც იწვევს მთელი მეტაბოლიტური ციკლების. დავაპანიკებთ ჩვენს მსმენელს, იმიტომ რომ უცხოეთის ბაზარზეც იყიდება ასპარტამის შემცველი გამაგრილებელი. თამბაქოც იყიდება, ქალბატონო, თამბაქოც, მაგრამ უნდა ეწეროს. ამ შემთხვევაში ალბათ ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ გაზირებულ სასმელებში ასპარტამი და სხვა დამატებები გამოიყენება დიაბეტური კვების დროს და იმ შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელი ადამიანია და მას არ სჭირდება შაქრის შემცვლელი, მით უმეტეს არ შეიძლება ჩემი აზრით ამ დამატებების გამოყენება და უკვე დიაბეტური კუთხით ალბათ უკვე კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროს ქალბატონმა და ის დაუზუსტებს, რომელი პრეპარატია მაქსიმალურად უსაფრთხო მისთვის. ისე ეს ასპარტამი, მისი წარმოება უბრალოდ და გამოყენება ძალიან მომგებიანია მრეწველებისთვის, იმიტომ რომ 2-ჯერ უფრო ტკბილია შაქარზე. მე გითხარით, ბუნებრივი პროდუქტები უკვე არსებობს ძალიან ბევრი, მაგრამ მე გავამახვილე რა საქართველოს შეგვეწარმოება, ეს არის სტევია. სტევია შეიცავს რამდენიმე არანახშირწყლოვან დამატებულ ნივთიერებებს, მათ შორის ერთ-ერთი არის სტევიოზიდი, რომელიც ასევე ტკბილია, რამდენჯერ 200-ჯერ, 300-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე სახაროზა, ესე იგი სუფრის შაქარი და აქვს ძალიან სასარგებლო თვისებები. სხვათა შორის აი მსმენელმა, რომელმაც ეს საკითხი წამოჭრა, მან მიუთითა, რომ იმ ლიმონადში იყო სტევია დამატებული შაქართან ერთად. ის რაღაც ჩამონათვალში შეცდა, იმიტომ რომ შაქართან სტევიას არ დამომატებდნენ. სტევია ეს გამოდის, რატო გამოდის ეს? მაგალითად, Coca-Cola Light-ში არის ასპარტამი. იმიტომ გამოდის, რომ ეს მიირთვან დიაბეტიკებმა არასუქებს 0-ია კალორიულობა. არ იწვევს კბილის კარიეს და ასე შემდეგ. აი სტევიასაც სწორედ ეს აქვს. თუ შაქართან ერთად სტევია არის, ეს ცოტა გაუგებარია. შეიძლება ორი სხვადასხვა გადავამოწმე ეს შემადგენლობა და მართლა ესია დატანებული. ერთ-ერთი მწარმოებელია ცნობილი და ნუ მაშინ თუ ერთად არის, მაშინ აქ მაგრამ რამდენად მართალია რა არის ალბათ. ყოველ შემთხვევაში შაქართან თუ არის, შაქარი ეს აუცილებელია ორგანიზმისთვის. ეს არის ნომერ პირველი ენერგეტიკული ვალუტა ჩვენთვის. იმ რაოდენობით არა, რაც გაზირებულ სასმელებში. არა, დაავადებულების საერთოდ არ შეიძლება. ალბათ სტევიის და სტევიოზიდის დამატებით მცირდება იმისი დოზა. ეს არ არის ესეთი საგანგაშო. ნუ შაქარს მაინც იღებს და უნდა იცოდეს დიაბეტიკიანმა, რომ ეს არ მიიღოს. აი ასპარტამზე მინდა აღვნიშნო, რომ ასპარტამის მიღება, რა თქმა უნდა,
თვითონ როგორც დამატებულების არ არის სასარგებლო, მაგრამ ერთი რაც ბატონმა რამაზმა აღნიშნა, 30 გრადუსზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე ასპარტამი დაშლას იწყებს და ფორმალდეგიდი და მეთანოლი წარმოიქმნება და აი მაქსიმალურად რომ შევამციროთ რისკი ამ ორი ნივთიერების წარმოქმნისა, მითითებულიც არის ხოთაშორის ეტიკეტზე, რომ მიირთვით გრილ მდგომარეობაში გამაგრილებელი სასმელი, ეს ზუსტად მაგიტომაც არის მითითებული, რომ არ იყოს მაღალ ტემპერატურაზე, ქუჩაში იყიდება ხშირად ზაფხულის ცხელ დღეებში და თავისთავად ამ დროს ეს პროცესი იწყებს მოქმედებას მაღალ ტემპერატურაზე. ბევრ მაღაზიაში ალბათ დარღვეული. ეცადეთ რომ გამოიღოთ მაცივრიდან, ყოველ შემთხვევაში თუ მაინც გადაწყვეტეთ რომ დარღვევის ტემპერატურაზე. სახლში შეინახოთ მაცივარში და მაღაზიაშიც მაცივრიდან გამოიღოთ სასმელი. აქ იყო საუბარი კიდე რითი შევცვალოთ. აი ესეთი უდიდესი მწარმოებელი როგორც იყო მიტროფანე ლაღიძე ის ამას არ აკეთებდა, იმიტომ მაშინ არ იყო ცნობილი, მაგრამ დღეს არ იკადრებდა ამას. ის როგორც ადრე დადიოდა სოფელ, ტყეღრე მთებში აგროვებდა, ისე შეიძლება ახლა. ესაა სხვადასხვა მცენარეები, იასამანი, ბროწეული, ვაშლი, ანწლი, ტყემალი, ხახვი, ყოწახური, ყველგან შეიძლება ამ ჯანსაღი ფერადი ნივთიერებების მიღება, ხომ ამ საღებავების გამოყენება, მაგრამ ეს ძვირია. ეს ძვირია და ამიტომ მეწარმეებს ამიტომ უნდა იყოს განკაცდეს საჟელი. იმას კი არ უნდა ველოდოთ, როდის დაადგენს და უშუალოდ პარლამენტი რო არ შეიძლება კაც წიგნი ჩაარტყა თავში და მოკლა, არც ესაა ნორმირებული, ხო? როცა იცი უკვე მეცნიერება აღიარა და გეუბნება რომ ეს არის საწამლავი, მისი გამოყენება დაუშვებელია. თქვენ სწორი ბრძანეთ, ევროპის ქვეყნები არ იყენებენ, შეერთებული შტატები არ იყენებს, ამერიკა არ იყენებს. როცა მე გამოვთქვი ეს პროტესტი, მე დღეს რა ვქნათ? თქვენი ხელისუფლება და სამინისტროები ამას წარმოებლები ითხოვენ და ჩვენც ვაგზავნით ამ ნივთიერებებს. ხოთაშორის სტარტაზინზე შარშან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროპაში აიძულა მწარმოებელი, რომ ეტიკეტზე იყოს დატანებული, რომ ეს იწვევს ბავშვებში ყურადღების გაფანტვას და ჰიპერაქტიულობას. ეს არის E123 საკვები დანამატი ამ ნომრით E123. ჩვენ შევუერთდით, მე მგონი, ევროკავშირის მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირებას და მე მგონი უკვე ჩვენი კანონმდებლობა ნელ-ნელა მიიწევს იმისკენ, რომ მოხდეს იმ კანონების ჩვენთან დანერგვა და იმ სტანდარტების და იმ პრინციპების ჩვენთან დანერგვა და ნელ-ნელა ვხედავთ ჩვენ ამის მაგალითებს რძის პროდუქციაზე გამკაცრდა მოთხოვნა, მწარმოებელს აიძულებენ დაწერონ ეტიკეტზე. კარგი იქნება თუ იქნება მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ნამდვილად არის თუ არა იმ პროდუქტში ის შემცველობა, რაც მწარმოებელმა დაწერა ეტიკეტზე. კი ბატონო, მაგრამ მაინც რომ დავამშვიდოთ რაღაცა კუთხით ჩვენი მომხმარებელი ხშირად, როდესაც წავაწყდებით მედიაში მითითებებს იმის თაობაზე, რომ ესაც თუ ის სურსათი მავნე ან აკრძალულ საკვებ დანამატებს შეიცავს, ხშირად საბედნიეროდ ასეთი ინფორმაციის დიდი ნაწილი მცდარია და ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან ხოლმე ყოველგვარ ესეთ აღნიშვნას ჩვენი მომხმარებლები, მაგრამ უნდა დავაწყნაროთ, რომ ყველა საშიში არ არის. და ზოგადად ნომერი არის ევროპული თანამდებობის მიერ ნებისმიერ საკვებ დანამატს, რომელსაც ვამატებთ მარილსაც და შაქარსაც შეიძლება ჰქონდეს ანუ ეს არის კლასიფიკაცია ევროკავშირის, როდესაც ყველა დანამატს აქვს თავისი ნომერი. რა თქმა უნდა, და ეს არ ნიშნავს საკვები დანამატი აპრიორი, რომ ეს არის მავნე ნივთიერი. არის აუცილებელია. მაგალითად საკვებ დანამატებში გადის ლიმონმჟავა, გადის ბ2 რიბოფლავინი, ორი ვიტამინი, გადის აქ E ვიტამინი, A ვიტამინი. თუნდაც ყველა ნებისმიერი დანამატი ლეციტინი აიღეთ, ეს ყველა სასარგებლოა. და სამწუხაროდ უბრალოდ მეწარმე იყენებს იმას, რაც იაფი უჯდება. ეს არის უბედურება. და საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, ღვთისმშობლისაგან ბოძებული, ჩვენ და ყველაფრის მოძიება შეიძლება არ გვჭირდება ჩამოტანა დაუშვათ დასავლური და ტრანსნაციონალური ფირმებიდან ამ შხამებისა. როცა აქ შეიძლება ნებისმიერი საღებავის კონსერვანტის წარმოება ჩვენი ულევი მცენარეული ნედლეულისაგან. გაიხსენეთ ლაღიძისეული წყლები, ეს ხო ფანტასტიკაა რა. და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობდით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ამერიკაში და ევროკავშირში ეს გამაგრილებელ სასმელებში ზოგიერთი საკვებ დანამატის გამოყენება კი არის აკრძალული და ზოგან სპეციალური ნორმებია დაწესებული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენთან რა დანამატებს იყენებენ და დოზირების შესახებ ინფორმაცია არის ძალიან მწირი.
დოზირებას როგორ დავიცავ ჩვენ, როცა საკმარისია ბავშვმა 2 ბოთლი დალიოს დაბადების დღეზე. წარმოებლები რა დოზით უშვებიან ამ საკვებ დანამატებს. საერთოდ არ უნდა იყოს შხამის დოზირება არ არსებობს, ისე რადიაციის დოზირება არ არსებობს. ეხლა ეს წამალი როცა და იძულებული ხარ შენ მიიღო დავუშვათ ლიპრიმალი, რომელიც მე ანადგურებს ღვიძლს იმის ნაცვლად რომ თქვენ დაიწიოთ ხოლესტერინი, ეს სხვა იძულებითია, თუმცა ესეც უკვე აკრძალულია, არ შეიძლება ამის ხმარება. ექიმებმა რა გამოიყენონ, ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა, იმიტომ რომ იქაც ძალიან ბევრი პრობლემაა. ძალიან ბევრი პრობლემა არის ასეთი წამალი, არ მინდა დავასახელო, რომელსაც ხმარობდნენ და დიაბეტი გამოიწვია ერთ-ერთ ძალიან ცნობილ პროფესორ ექიმში. ასე რომ ეს სხვა საკითხია. საჭიროა ეკოლოგიური განათლების მაღალ დონეზე აყვანა. საჭიროა რომ ეკოლოგიის მინისტრი იქნება თუ ვინც იქნება, იყოს უმაღლესი დონის ეკოლოგი, ჩემზე 1000-ჯერ მეტი იცოდეს ეკოლოგიაში. ჩვენ უნდა დავნიშნოთ ყველგან თავისი კადრები და არა მენეჯერები და რაღაც მოგონილი ასეთი თანამდებობები. საჭიროა დირიჟორს ხელმძღვანელობდეს დირიჟორი და არა ბუღალტერი. ასე არ არის? კარაიანის დონის თუ არ იქნება, იყოს ჩვენი სახელოვანი დირიჟორების დონეზე, ხო? აი ეს არის. სვენელი გვეხმიანება მოусმინოთ. ოდნავ რადიო მემბრებს ჩაუწიეთ და გისმენთ. ის გვაინტერესებს შემოკარგო პირველ რიგში მოგესალმები. მაინტერესებს აი ჩვეულებრივი შაქარი რო ყიდულობთ მაღაზიაში. თავიდან ვერ ჩაგერთეს და შეიძლება კონდეთ საუბარი, მაგრამ რას გიპასუხებდით აი შაქარზე? ჩვეულებრივი შაქარი მე მოგახსენებთ რომ შაქარი არის ყველაზე აუცილებელი. შაქრის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. შაქარი არის ნივთიერება, საიდანაც იწყება სიცოცხლე. ფოტოსინთეზი გაგიგიათ ალბათ, არაორგანული მკვდარი ბუნებიდან პირველი რაც ჩნდება არის შაქარი, გლიკოზა და მისგან მიიღება ყველაფერი. ორგანიზმი ამის გარეშე არ არსებობს. აქ არის ჭარბრაოდენობაზე. ეხლა რაც შეეხება საჭმლის შაქარს, ეს არის ხელოვნურად მიღებული, ხო, ან ჭარხლიდან, ან ლერწმიდან და როცა ხდება მისი სუფთა სახით მიღება, ეს ძალიან საშიშია. საერთოდ რაფინირებულ ნივთიერებებს ბუნება არ იცნობს. ეს ადამიანმა მოიგონა მისი გასუფთავება, რომელიც ძალიან მავნია, მაგრამ მეწარმისთვის მომგებიანი. თუ არ არის ზეთი რაფინირებული, არ ინახება, მძახდება, ფუჭდება, ასევე შაქარი, ასევე მარილი. ამიტომ ხდება მისი რაფინირება. შაქარი ძალიან სასარგებლოა, წარმოიდგინეთ დიაბეტიანებისთვის სამკურნალოც არის ყვითელი შაქარი. როცა ის ბეტაინებს შეიცავს კიდე დისახარიდებს, შეიცავს სხვადასხვა პენტოზებს, ასე ვთქვათ, არ მინდა ახლა ტერმინოლოგიაზე გადაგალოთ, არაბინოზას და სხვას, რომელიც აუცილებელი ორგანიზმისთვის, მაგრამ საკმარისი ის გასუფთავდეს და რაც იყიდება ჩვენს უნივერსამებში, ის უკვე რა თქმა უნდა მავნია და სამწუხაროდ ჩემ და შეარქვეს მათ თეთრი სიკვდილი, რასაც შაქარი ამას არ იმსახურებს, იმიტომ რომ გლუკოზიდან იწყება სიცოცხლე. ისე მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინა ნორმა 20. რა ვიყიდოთ ამ თეატრში არის თუ არა ეს შაქრის შემცველი? შაქრის შემცველები არის აფთიაქებში, ეს ასპარტამი, სახარინი, მაგრამ არ მგონია სტევიოზიდი უკვე შემოვიდა. უკრაინა აწარმოებს ვიცი. უცხოეთიდან შემოდიოდა. სტევიოზიდი, ჯობია სტევიოზიდი არის თეთრი კრისტალური ნივთიერება, სტევია თვითონ მცენარეა, ფხვნილი, რომელსაც აქვს არასასიამოვნო. სუნი იმის მოცილებას ჯობია შეიძინო ძალიან ძვირი ღირდა და ეხლა როგორც ვიცი ძალიან გაიაფთა შედარება. თუმცა შაქართან შედარებით რამდენჯერ მე ვიცი ამაზე კვების ინსტიტუტი მუშაობდა თქვენთან, ბათუმშიც მუშაობდნენ კვების ინსტიტუტი არსებობს ტექნოლოგიის, აიქაც მუშაობდნენ და საქართველოში რამდენიმე დისერტაცია ამაზე დაცული სტევიაზე. კი ბატონო, მაკა დაამატოთ. ხო, მინდა დავამატოთ შაქართან მიმართებაში, რომ დღიური ნორმა არის 25-დან 50 მილიგრამამდე შაქრის, რომელიც აბსოლუტურად ნორმალურია და დასაშვებია ჯამთელი ადამიანისათვის. რა თქმა უნდა, თუ არ დიაბეტით არ არის დაავადებული. და რაც შეეხება ტევიას, ჩვენთან ინსტიტუტში იყო, დიახ, იყო ამ სამუშაოები ამ მხრივ ტარდებოდა, გვაქვს მასალა აბსოლუტურად და იმ შემთხვევაში თუ იქნება დაინტერესება მეწარმეების მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ამ პროცესში, რომ აღვადგინოთ და დავნერგოთ ეს წარმოება საქართველოში აუცილებლად. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი გადამეტებული და დაუსაბუთებელი შიშებიც არ უნდა გქონდეს აი ამ საკვებ დანამატების მიმართ. რა თქმა უნდა სიფრთხილით მოვეკიდოთ. იგივე როგორც ბატონმა რამაზმა აღნიშნა, საჭმლის სოდა, რომელსაც ჩვენ ამ ცხოვრების წყობაში ვიყენებთ, აგრეთვე საკვებ დანამატია,
თუ არ ვწდები E500, ასევე ძმრის მჟავა, ლიმონმჟავა, მაგრამ თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, რომ ჯობს ნატურალური ძმარი და ნატურალური ლიმონის წვენი გამოვიყენოთ ამისთვის. და სასურველია რომ დიდი დოზით არ მივირთვათ და ბავშვებსაც უფრო ნატურალური საკვები შევთავაზოთ. აი, ქალბატონ მახსენა აფთიაქში ვიყიდო თუ საერთოდ აფთიაქში იყიდება უკვე ასე ვთქვათ რაფინირებული წამალის დამატებით ყველაფერი. აი, ვიტამინები ავიღოთ. აი, ხო პარადოქსია, ახლა რასაც მე ვიტყვი. აფთიაქში ნაყიდი ვიტამინები აღმოჩნდა ყველა მავნე კანცეროგენები, კიბოს იწვევს. C ვიტამინი, A ვიტამინი, E ვიტამინი. 200,000 იმაზეა ჩატარებული ეს მობილური გვიკავშირდებიან და მოვსმინოთ მსმენელს. გისმენთ? დიახ, ბრძანეთ. ძალიან მაინტერესებს რაფინირება, რას ნიშნავს, უფრო კარგად რომ გამიმართოთ და ესე იგი რაფინირებული ზეთი იქნება თუ რაღაც სხვები ვარგისია თქვენის აზრით. ერთი წუთით მეორე მსმენელსაც მოვსმინოთ, ერთად ვუპასუხოთ. გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. სტევიოზები დაგითხრათ, თქვენს რომ თეთრიაო და მე მინახავს მუქი, ძალიან აი მუქი შავი არა, მაგრამ აი მივაში რომ გადადის იასავნის ფერში თითქოს, უფრო შავს აგავს. და ძალიან ცოტა უნდა, მაგრამ თავიდან მწარია. და მერე რომ გაიხსნება თბილია რა, ეს რა იქნება? სტევიოზიდი არის, ეს არის სტევია, რომელიც ყავისფერი მასა თვითონ ყავისფერია და რაც იხსნება ამიტომ ფერავს და ის ამძლებს სიმწარეს. თორედ თქვენ თუ აქტიური ნივთიერება, იქ რამოდენიმე 7 ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ნივთიერებაა, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობის სტევიოზიდია, ის არის აბსოლუტურად სუფთა, ასე შაქარიც არის სუფთა და შეღებილიც, ხო? ეხლა რაც შეეხება რაფინირებას, რაფინირებული პროდუქტი თავისთავად არ არის მავნე, არ არის, მაგრამ ის გამოცლილია ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებებისაგან დაცლილია, რომელიც წარმოადგენს ღირებულებას ამას. ეს არის A ვიტამინი, Z დაუშვათ. ვიტამინები და ამ ვიტამინების და ასეთი ბიორგანო ნივთიერებების არსებობის გამო იქ შეიძლება მალე განვითარდეს მიკრობიოლოგიური დაშლა, ხო, დამძახდეს და სხვადასხვა. ამიტომ წარმოებელმა რომ შეინახოს ეს წყლობით, თორე თუ ეხლა ყოველდღე მოხდება რეალიზაცია, მაშინ რა თქმა უნდა ეს ჯობია. ასე რომ რაფინირების დროს ხდება გამოცვლა იმ სასარგებლო ნივთიერებებისა და ბოლო-ბოლო იქ რჩება მარტო ცხიმი. მარტო რჩება ეს ტრიგლიცერიდები, ორგანული, ესე იგი, ცხიმოვანი მჟავები და დაცლილი ყოველგვარი აი ამ ნივთიერებებისაგან. ასევეა შაქარი, ასევე მარილიზეც ხო გაგიგიათ, არ შეიძლება სუფთა მარილის. წყალი აი რაფინირებული წყალი არის იგივე გამოხდილი წყალი, რომელიც დაცლილია მიკროორგანიზმებთან და ასე შემდეგ. აბა მედი იკვებეთ რა მოხდება. ძალიან ცუდი. ყავს კიდევ ხაზე, მოგესალმებით. გისმენთ? გამარჯობა, ტელა ხო? დიახ, ბრძანეთ. ხო, გამარჯობა, რა მინდა კითხოთ, იცით, სტუმარი ყავთ ეთყობა, ერკვება ეგ პროდუქტი. აი ახლა თევზი ვიყიდე და ესე იგი, ნუ აი ხო არის მომენტი, რომ არ არის სახში რაღაც საჭმელი და მეწამლები მისაღმ. ესე იგი, დაიშალა აი როგორც ფაფას, ესე იგი ძველი იყო თუ მოწამლული იყო, არ ვიცი, გადავაგდენაკარში, კაკი ეს ერთი. მეორე, აი შაქარი. რომელი შაქარი ვიხმართ? ეს რო შემოაქვთ, ფნილი ესო საწამლავიო ყველა იძახის და სადაიკარგა აგარი შაქარი დედაჩემი მაგას ვიდობდე მე ასაკოვანი ქალია დედაჩემს ადღარი მეწმალი მოკვდები. მაგრამ აი ეს აგარი შაქარი იყო ნამდვილი ჭარხი შაქარი, რომელსაც მოქონდა სარგებლობა ადამიანის ორგანიზმში. შეიძლება მითხართ გეხვეწე. მე მეორეს უპასუხებ და პირველი სპეციალისტი აგერ არის და ალბათ ჩემზე კარგად იცის ეს კვების პროდუქტების შეფასება. რაც შეეხება ესეც კიდევ არის ძალიან დიდი დანაშაული კი არა, რა ვიცი, აბსურდი, რომ აქ არ მუშაობს შაქრის წარმოება არ არის. როცა აგარაში იყო ჯერ ერთი რო აღდგეს ეს შაქრის წარმოება, რამდენი გლეხი დასაქმდება. უამრავი შესანიშნავი შაქრიანობით ხასიათდება ამ ტერიტორიაზე არსებობს უკვე ქარხანა და ეს ქარხანა რითია დაკავებული, ან გაჩერებულია, ან შემოაგდაგოთ კუბიდან ლერწმის შაქარი უკვე და დაფასება ხდება, ან რაღაც აქ თვითონ წარმოება არ ხდება. საჭიროა უკვე ამ ბრენდით გამოდის შაქარი
არის აგარი შაქარი აწერი. იყო და ჩამოტანილი წარმოება არ ხდება. არავითარი აქ ლერწმის პლანტაციები და ჭარხლის რა თქმა უნდა არ არსებობს და მსოფლიოში უკვე არსებობს ტექნოლოგია, მეგობრებო, არსებობს ტექნოლოგია, რომ შეიძლება შაქრიანობა გაიზარდოს 20-მდე და თქვენ ინსტიტუტში გტარდებოდა. მე არ მინდა ხმა გავშიფრო, ვინდა როგორ, მაგრამ თქვენ ინსტიტუტში ბატონია შესანიშნავი მეცნიერი ხელმძღვანელობის აკადემიკოსი ნუგზარ ბაღატურია და მისი ცდებით არის ანალიზები ჩატარი 20-21 ქონდა. მაშინ როცა მსოფლიო დონეზე მე ხა თურქეთში გავხდით 14-ია მეტი არა. და მოსავლიანობა არის 60 ტონა ჰექტარზე. ფრანგებს ჩვენ ვერ დავაიმედებთ ამ შემთხვევაში. არა, თუ წარმოება იქნება, შეიძლება წარმოეს მოსავლიანობა გაიზარდოს 140 და მეტ ტონამდე ჰექტარზე, ნაცვლად 50-60-ისა და შაქრიანობა ნაცვლად 14-ისა გაიზარდოს 20-მდე. ეს წარმოიდგინეთ რამხელა ის არის. კი ბატონო, ორი მსმენელი ყავს ხაზზე და შემდეგ ხმის რეჟისორს თხოვ რომ შეწყვიტოს ზარების მიღება, იმიტომ რომ და გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს. მოვუსმინოთ, გისმენთ? ალო, გამარჯობა. მე კითხვა მქონდა სტევია და სტევიოზის სხვა თუ არის. მუქი არის, მაგრამ აწერია სტევია და გამარკვიეთ ერთი რომელია და რომელი არის ხმარება. სტევია არის სცენარია თვითონ, გამშრალი ესა თვითონ ფოთოლი და ამ ფოთლისგან მიღებულია მექანიკურად, მასა ძალიან მარტივად ყველა შეგიძლიათ ეს. თბილისში ჩვენ უნივერსიტეტში გავაშენეთ ეს სტევის და მე ლოკუკინებაში ჩამეს ბაღში და რაც შეეხება სტევიოზიდი, ეს არის ნივთიერება, მაგრამ ჭარხალი არის მცენარე, ჭარხლიდან გამოყოფილი ნივთიერება არის ჭარხლის შაქარი, ხო? აი ასია. სტევია მცენარიდან გამოყოფილი არის სტევიოზიდი, რომელსაც არ აქვს ის წარეგემო ფერი და ასე შემდეგ. გისმენთ? გამარჯობა. ორი შეკითხვა მაქვს. 4 წელია არ გამისინჯავს აი შაქარი, რომელიც იზრდება მარკეტებში. მაგრამ აი ახლა რომ თქვა რომ ხილს და რაღაცა ძალიან ტკბილი თუ არა არ ვეძალები. ცოტა შაქარი მქონდა 150-მდე და აღარ მინდა წამალზე რომ გადავიდე და ასე მოვაქცი ეს 130-ის პარკლებში 125-130. ეს ცუდია ჩემთვის. ეს ერთი შეკითხვა. მეორე, აი ასეთ საუბრები ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველაფერს ვერ დაიმახსოვრეთ და ხომ არ არის არა გაქვთ რაიმე წიგნი ამ ბროშურა, რომელზეც ამაზე იქნება ლაპარაკი. რა შეეხება იმ საკითხებს, რაზეც მე ახლა მოგახსენებთ, მე აქ ჩვენ წამყვანს შესანიშნავ კომპოტოს დაუტოვებ იმ ეს აღწერილია მრავალ საგაზეთო სტატიაში, მაგალითად რეზონანსი სისტემატურად აქვეყნეს შემწერილებს, მე უბრალოდ ნომრებს დავუტოვებ აქ. შეგიძლიათ იქ წაიკითხოთ ამ საკვებ დანამატებზე, შაქარზე და ყველაფერზე. ეხლა რაც შეეხება თქვენ შაქარს რომ არიღებთ, პურს ხო ჭამთ? ხილს ხო ჭამთ? ესე იგი პური თვითონ არის შაქარი, პოლიმერი გლუკოზის სახამებელი, ხო? თქვენ ამ გზით იღებთ, თორე შაქარი რო არ მიიღოს ორგანიზმმა, ის ვეღარ იარსებებს, ამდენიმე დრო ვერ იარსებებს. თქვენ შაქარს მაინც იღებთ. სხვადასხვა პროდუქტებიდან, იმიტომ შაქარი არის კვების წარმოების საერთოდ ფუნდამენტი. აქედან მიიღება ყველაფერი, ხო? ხილში არის, პურში არის. ბუნებრივად შეიცავს ყველა პროდუქტი. თევზთან დაკავშირებით, თევზთან დაკავშირებით აქ ესე ერთგვაროვნად ვერ უპასუხებთ, შეიძლება დარღვეული იყოს შენახვის პირობები თვითონ მაღაზიაში, შეიძლება თვითონ თავიდანვე თევზი იყო, არა ახალი თევზი არ იყო. ამ შემთხვევაში ვურჩევ მომხმარებელს მიმართოს მაღაზიას, მას აქვს ამის უფლება, მოითხოვოს თავისი უფლებები, გაარკვიოს რატომ მოხდა თევზის ესე დაშლა და მე მგონი მაღაზიას უნდა კონდეს დოკუმენტაციაც იმის შესახებ, თუ როდის არის ეს თევზი შეძენილი, როდისაა შემოტანილი და ამ კუთხით გავარკვიოს ეგ პრობლემა, თორე ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას, თუ რატომ შეიძლება დაშლილიყო თევზის შეწვის დროს. კი ბატონო, დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას. ქალბატონი ქეთევან ლაფერაშვილი ყავს ჩვენ სატელეფონო ხაზზე, იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლავთ. მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან. მოგესალმებით ჩვენს ხალხს და სტუდიაში მყოფ სტუმრებს. კი ბატონო, როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მუშაობს ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხზე და მათ შორის საკვებდანამატების კუთხითაც და სავარაუდოდ აკრძალული საკვებდანამატების რაოდენობა საქართველოში რამდენადაც ვიცი უახლოეს მომავალში გაიზრდება კიდეც. აი ეხლა რა მდგომარეობა ამ მხრივ ჩვენთან
საქართველოში. თუ პრაქტიკულად რა ხდება იმას მეკითხებით თუ საკანონმდებლო კუთხით ალბათ ჯერჯერობით საკანონმდებლო კუთხით გელაპარაკოთ. კი ბატონო, იმიტომ რომ აი ამ რეგლამენტის შემოღება მძეზე იქნება ეს თაფლზე თუ ასე შემდეგ ძალიან ხო წინ წაგწია ძალიან კარგი დროული და საჭირო შეკითხვები და საჭირო დისკუსია, საჭირო თერმომეტრი. მინდა გითხრათ რომ ნაგახავთ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც ICTA-ის ფარგლებში, ანუ ღრმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო ურთიერთობების თემასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეემუშაოს რუსეთის უნებლობის კანონმდებლობა და აი ამ კანონმდებლობაში ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ წელს პრიორიტეტად განსაზღვრა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტად განსაზღვრა სწორედ საკვირველთმოქმედების ახალი რეგულაციის შემოღება. და ეს არის ევროპαϊκი კავშირის რეგულაცია 1333, რომელიც უშუალოდ არეგულირებს სწორედ სურსათში გამოსაყენებლად დაშვებული საკვირველთმოქმედების ნუსხას, ნორმებს, მიზნობრივი გამოყენების პროდუქტებს და ასე შემდეგ. ამ წუთში ეს რეგლამენტი დამუშავების სტადიაში მზადდება პროექტი და ჩვენ ვთვლით, რომ წლის ბოლომდე ეს ახალი რეგლამენტი მთავრობის დადგენილებით, როგორც ტექნიკური რეგლამენტი იქნება დამტკიცებული და ეს იქნება ნამდვილად სწორი და კარგი გადაწყვეტილება სახელმწიფოს პოლიტიკის მხრიდან, რამდენადაც ის ნორმატიული აქტი, რომელიც დღეს მოქმედებს და არის ძალაში, ეს არის მოძველებული დოკუმენტი და ალბათ მსმენელმა და სტუდიაში მყოფმა ექსპერტებმა იციან, რომ ეს ჯერ კიდევ 2001 წელს იქნა მიღებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, თუმცა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტად გადამხდით და ისე რომ მასში ცვლილება არ შესულა და მასში მხოლოდ 5 საკვირველთმოქმედი ამოღებული და ეს არის 2011 წელს და მის მერე არანაირი ცვლილება ამ ტექნიკურ ამ მინისტრის ბრძანებას არ განუცდია. შესაბამისად ამისა ის საკვირველთმოქმედები, რომელიც ევროპაში უკვე რისკის შეფასების საფუძველზე უკვე კარგა ხანია ამოღებულია, ჩვენ ჯერ კიდევ კანონმდებლობით ნებადართული გვაქვს. ეს ახალი რეგლამენტი, რომელიც შემუშავდება, აბსოლუტურად შეცვლის არამარტო სტრუქტურას, აი ნორმატიული აქტის და რაც დღეს მოქმედია, ანუ რომელშიც მხოლოდ დასახელებაა და მისი ფუნქცია, ტექნოლოგიური ფუნქცია და ელიტარით გამოსაზღვრული ნომერი. არამედ დეტალურად გაწევს იმ სურსათს, რომელშიც შეიძლება მისი მიზნობრივი გამოყენება, დაშვებულ ნორმებს რაოდენობას და ვთვლით, რომ ეს უფრო სწორი და მოქმედი დოკუმენტი იქნება არამარტო ბიზნეს ოპერატორისთვის და მომხმარებლისთვის, არამედ ჩვენი მაკონტროლებელი ორგანოსთვისაც, რომელსაც უკვე ექნება ხელში სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ხარისხობრივი, რაოდენობრივი თუ თვისობრივი შესწავლისათვის ამ საკვირველთმოქმედებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან. მე მსმენელს შევახსენებ, რომ ქალბატონი ქეთევან ლაფერაშვილი იყო სატელეფონო ხაზზე. მან მოგცა დამოუკიდებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლის ბოლომდე უნდა ახალი რეგულაციები შემუშავდეს და დამტკიცდეს. შემუშავების პროცესში უკვე ვართ. დიახ და დამტკიცდეს. მადლობთ. მე თუ შეიძლება თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა გავაჩხერო ერთი ძალიან საინტერესო და საჭინგო ინფორმაცია ყველასთვის, ვისაც ეს თემები აინტერესებს. ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი იქნება განთავსებული საჯარო განხილვებისთვის. ნებისმიერ მსურველს, ეს იქნება სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი, რიგითი მომხმარებელი თუ პრაქტიკოსი, ვინც იქნება ჟურნალისტი თუ ნებისმიერ დაინტერესებულს, შესაძლებლობა იქნება გაეცნოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის ტექსტს, მხოლოდ იქვე იქნება მითითებული ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, თავისი შენიშვნები და წინადადებები გადმოგზავნოს. ჩვენ შევხვდებით, გავივლით ამ თემებს მასთან ერთად, გავითვალისწინებთ, ან ზოგ შემთხვევაში შეიძლება დავეთანხმოთ, რომ არგუმენტირებული საფუძვლები უნდა გქონდეს შენიშვნების და წინადადებების თუ მხოლოდ ამის მერე საჯარო განხილვების მერე იქნება ეს გადანილი მთავრობაზე დასამტკიცებელი. ძალიან დიდი მადლობა. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება ჩვენ ვებ-გვერდს. მადლობთ. სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო. მე მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ბატონი რამაზ გახოკიძე, რომელიც გახლავთ ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ქალბატონი მაკა ორმოცაძე, კვების მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, კვების სპეციალისტი. ვფიქრობ, რომ მომხმარებელს საკმაოდ საჭირო და საინტერესო რჩევები მივეცით და ჯანმრთელობა უსურვოთ მას, იმიტომ რომ დავიმშვიდობოთ აი ამ სიტყვებით, რომ ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ ალბათ და მადლობა თქვენ. ვეცადოთ ჯანსაღი საკვებით ვიყვებოთ. ასეთ ამხნელობით და ასეთ განაცემებს აკეთებთ. ეს ძალიან ბევრია. ძალიან დიდია. აი როგორც საუნივერსიტეტო კურსი. უფრო მეტი. ასეთ აკეთებთ. ნახვამდის. Strich-Cody